მოგესალმებით. რაში გვჭირდება ჰესები? და ამ მთლიანობაში როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც საქართველოს გააჩნია. როგორც მოიხსენებათ, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანა, რომელიც იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას იმისთვის, რომ განვავითაროთ ზოგადად ჰესების დადგმული ინფრასტრუქტურა. მთლიანობაში რა კეთდება ამისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა. როგორც მოიხსენებათ, მცირედი სტატისტიკის სახით წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენს ქვეყანაში კოლოსალურად იზრდება. ექსპერტების მონაცემებით დღეს ელექტროენერგიის გენერაციის მთლიანი დადგმული სიმძლავრე საქართველოში 3500 მეგავატზე ოდნავ მეტში ადგენს. ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 85% ჰიდროელექტროენერგიაზე მოდის. ელექტროენერგიის წლიური წარმოება თითქმის სრულიად საკმარისია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სხვადასხვა შეფასებების თანახმად საქართველოს ჰიდროენერგიის სრული პოტენციალიდან დღემდე ტექნიკურად მიზანშეწონილი პოტენციალის მხოლოდ დაახლოებით 11-დან 18%-მდეა ათვისებული. საქართველოში დაახლოებით 47 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური და 6 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის კონცეფცია. ყველა ისინი მცირე გამონაკლისის გარდა, გულისხმობ ენგურს, ვარდნილის კასკადს, არის პრივატიზებული. შესაბამისად, ასათვისებელი რესურსი არის ძალიან დიდი. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უდაოდ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული, რისთვისაც საქართველოს დამატებითი რესურსები ესაჭიროება. გარდა ამისა, ელექტროენერგიის წარმოება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პოტენციალად განიხილება. ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, კონკრეტულად გულისხმობ პანკისის მოვლენებს, სადაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ხადორის 3, ეგრეთ წოდებული მესამე ჰესი, მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, მოექცა ჩვენი ყურადღების ცენტრში. ჩვენ შევხვდით კომპანიის მენეჯმენტს, ვესაუბრეთ და შევისწავლეთ დეტალურად ის კონცეფცია, რომელიც კონკრეტულად ჰესს ეხება. ასევე შევისწავლეთ ის პოტენციალი, ის საინვესტიციო ღირებულება და რა თქმა უნდა შესაძლო დივიდენდები და ბენეფიტები, რომელიც შეიძლება პროექტის ექსპლუატაციაში გაშვებამ მოუტანოს როგორც ქვეყანას, ასევე რა თქმა უნდა ადგილობრივ მოსახლეობას. პირველ რიგში ჩვენ დავინტერესდით ჰესის შესახებ არსებული კონცეფციით და მთლიანობაში შევისწავლეთ ის ძირითადი პრინციპები, რომელიც პროექტის და კონცეფციის შესახებ არის. ეს არის ერთ-ერთი სადგური რიგი აშენებული ჩვენი წარმატებული სადგურებისა, რომლებიც დღეს წარმატებით ოპერირებს და ჩვენ სახელმწიფო ელექტროსისტემას აწვდის შესაბამისად გამომუშავებას. ეს რაც კონკრეტულ ამ სადგურში ხო, ჩვენი სადგურები დაწყებული 1 მეგავატიდან დამთავრებული 100 მეგავატამდე მოიცავს თითქმის მინიმალურს, მცირეს, საშუალოს და დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს. ეს არის ხადორის 3, ეს არის მცირე ჰიდროელექტროსადგური, მცირე ზომის 5.4 მეგავატი სიმძლავრის 30 მილიონი კილოვატ-საათი გამომუშავებით, რომელიც რა თქმა უნდა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და მთლიანად მისი გამომუშავება დაკონტრაქტებული ადგილობრივ ბაზარზე და შიდა მოხმარებაზე. ყოველწლიურად დაახლოებით 700-დან 800 მილიონამდე იზრდება ჩვენი ქვეყნის მოხმარება, რაც კარგია და ეს პირდაპირ მიმულია ენერგეტიკის ეს პირდაპირ მიმულია ეკონომიკის განვითარებაზე, ანუ წარმოიდგინეთ ეს მოცულობა დაახლოებით არის 200 მეგავატის დეფიციტის ადეკვატური ყოველწლიურად, საშუალოდ ესე რომ ვთქვათ. ჩვენ თუ არ შევძელით ჩვენი ენერგიის განვითარება, ჩვენ თუ არ შევძელით ჩვენი დამატებითი იმ ღვთისგან ნაბოძები რესურსების განვითარება, რა თქმა უნდა, სწორედ და რა თქმა უნდა, გარემოზე ზემოქმედების ყველა ნორმის გათვალისწინებით და მაქსიმალური დაცვით. მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ რომელიმე ვთქვათ ჰიდროელექტროსადგური საერთოდ არანაირ გავლენას და ზემოქმედებას არ ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, მაგრამ ხადორის 3 ჰიდროელექტროსადგური არის კონკრეტული ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მართლა მსგავსი ტიპის ანალოგი შეიძლება საერთოდ რთულად მოინახოს მთელ მსოფლიოში. შეუძლებელია აქცენტები არ დავსვათ გარემოზე ზემოქმედების კოეფიციენტის შესახებ. რეალურად რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პროექტის განხორციელებამ გარემოზე? შეისწავლა თუ არა პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ სრული კონცეფცია და ასპექტები. რა მიმართულებით შეიძლება მოახდინოს გარემოზე ზემოქმედება ამ პროექტმა, როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, რეალურად გარემოზე ზემოქმედება მიზერულია. ნებართვა აღებულია წარმოიდგინეთ 2017 წელს. 2017 წლამდე მიმდინარეობდა რიგი შესწავლითი სამუშაოები, კვლევები, აქ ლაპარაკი იყო, რომ არ იყო შესწავლილი ჰიდროლოგია. ეს არის მტკნარი წყლის სიცრუე.
თუ რომელიმე ჰიდროელექტროსადგურზე შესწავლილი იყო ჰიდროლოგია, აქ ფაქტობრივად, ანუ ზოგადად ჰიდროლოგიის შესწავლა ხდება სხვადასხვა მოდელირებით, მონაცემთა შეკრებით და სხვადასხვა მეთოდი არის ჰიდროლოგიური მონაცემების გათვლის, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი რიგი არსებული ჰიდროელექტროსადგურის ყოველდღიური რიგი გვაქვს თუ რა ტიპის ჰიდროლოგია არის ამ მდინარეში. შესაბამისად, უზუსტესი და უტყუარი ჰიდროლოგიური მონაცემებზე იქნა ეს დაყრდნობილი. ეს ყბადაღებული თემა, რომელიც თქვენ ახსენეთ, როგორც თითქოს მოსახლეობაზე შესდომაში შეყვანის ერთ-ერთი ის იყო ყველაზე ესეთი მძლავრი თითქოს არგუმენტი, რომ დაშრებოდა წყლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯერ ერთი დავიწყებ იმით, რომ თვითონ ეს 4 კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთი, რომელზეც ხდებოდა ამ მდინარის ათვისება, ეს მდინარე ანუ აღმავალი მიმართულებიდან, ასე ეგრეთ წოდებული წყალაღების წერტილიდან სააგრეგატო შენობამდე, ანუ აღმავალი მიმართულებით მიემართება და აღმავალი მიმართულებით და გაივლიდა დაახლოებით 25 მოსახლეს, 25-30 მოსახლეს, რის შემდეგაც წყალი ბრუნდება მდინარის კალაპოტში და 99% მოსახლეობისა, პანკისის ხეობის საერთოდ ვერც გრძნობს თუ სადმე რამე ამას თქვათ, ასე ვთქვათ, შეხება ქონდა, ეგ ერთი. გარდა ამისა, თვითონ ამ მდინარეს სამჩვენი წყალაღების მერე ალაზანს უერთდება 3 მდინარე. ეს არის მდინარე ქვაჩადარა, ეს არის მდინარე ბაწარა, ეს არის მდინარე ხოროჯოს წყალი, რომელსაც ჩვენ საერთოდ არ ვეხებით და იქ რაღაც კალაპოტის დაშრობაზე საერთოდ ლაპარაკი სეგმენტია და უბრალოდ გამორიცხულია. ჩვენი საუბარი რა თქმა უნდა ვერ ჩაივლიდა იმ შესაძლო ბენეფიტების შესახებ, რაც შეიძლება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღოს პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ. როგორც კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რეალურად დასაქმების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი იქნება და ადგილობრივი მოსახლეობა სრულად ისარგებლებს იმ ბენეფიტებით, როგორც ლოჯისტიკური კუთხით, გულისხმობ წყალმომარაგებას, ასევე ტიპიური დასაქმების კუთხითაც. ჩვენ მათ შევთავაზეთ, როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებით, ისეთი სოფლების გაწყლიანება, რომელსაც კომუნისტებიდან მოყოლებული სასმელი წყალი საერთოდ არ ქონიათ. ეს იყო ასეულობით ოჯახი, ეს იყო სოფელი ომალო, სოფელი დუმასტური, რომელიც ასეულობით ოჯახია და ონკანებში მიყვანილ სასმელ წყალს ვთავაზობდით რიგ სხვადასხვა პირობებთან ერთად, რომელიც ამ ძალიან გრძელვადიანი მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი პირობა იყო და არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, იმიტომ რომ სხვა პირობებიც იყო. ჩვენ როგორც ინვესტორი კომპანია შესაბამისად ყოველგვარი პროცედურის, ყოველგვარი კანონის დაცვით, მას შემდეგ რაც დავიღეთ საამშენებლო მართვა, დავიწყეთ საამშენებლო სამუშაოები ამ მომენტისთვის მილსადენის გადატანა. ეს თვეები გრძელდებოდა და არანაირი პროტესტი მოსახლეობის ამას არ მოყოლია, სანამ არ გამოჩნდებოდა ის ვითომ გარემოს დამცველები, რომლებსაც დაიწყეს მოსახლეობის მოწამვლა და ამ სრულ ინფორმაციების მიწოდება. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ სერიოზული პროტესტი მოსახლეობის. ყისიერად გავაჩერეთ სამუშაოები, არანაირი სამუშაო აღარ გავიგრძელებია და 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მათთან მოლაპარაკება. დასაქმებას რაც შეეხება აქ მნიშვნელოვანია, რომ დღესაც ჩვენ კომპანიაში 100-მდე ქისტი მაცხოვრებელი მუშაობს. სხვადასხვა დღეს არა მარტო პანკისის ხეობაში, არამედ სხვადასხვა რეგიონში ის იქნება, თქვათ, ურეკი, ყაზბეგი, გუდაური თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე, იმიტომ რომ ჩვენ მრავალი წელია პანკისში მოღვაწეობთ და ორი სადგური გვაქვს აშენებული და მათ დასაქმების კუთხით იციან, რომ არა თუ ჩვენ რაღაც გარედან ჩაგვყავს იქ, არამედ აქედან ძალიან კაი განასწავლი გაზრდილი ადამიანები ჩამოყავს აქ და სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის თბილისში, სხვადასხვა პოზიციებზე ვასაკრებთ. რა არის მოლოდინები? რამდენად სისტემატიურად მიმდინარეობდა კომუნიკაცია და შეხვედრა პროფილურ უწყებებთან, გულისხმობ ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს და ასევე ყბადაღებული თემა. რამდენად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მოსახლეობასთან? იყო თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული? რამდენი მინისტრი ყოფილა ჩასული, რამდენი მოლაპარაკება გამართულა. ბოლო დღეებში ქალბატონი მაიაცკიტიშვილი, ლევან დავითაშვილი, იქ იყვნენ ჩაყვანილი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, ჰიდროლოგიის ხელმძღვანელი, წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი, ქალბატონი ირინა თურნავა და უთხრეს ხალხო სავსე დარბაზში, ქალბატონი თეთურნავა. იქ უთხრეს სავსე დარბაზში, რომ ხალხო, აი, მოსულები ვართ. კითხეთ, თუ კიდე რამე დაგრჩათ კითხვა. იქნება მართლა არის დარჩენილი რამე კითხვა და პასუხი გაუცემთ. ჩვენ ყავს ექსპერტები, სპეციალისტები ჩამოყვანილი. აი, დღეს ამოვიდნენ. როგორ არის დღეს ვითარება საკმაოდ რთულია, როგორც მოგეხსენებათ. მე არ ვთვლი, რომ
იქ რაღაც ამოწურულია, რესურსი ამოწურულია შესაძლებლობა, თუმცა ჩვენ თუ მოგვეცა იმის უნარი ხელის შეშლის გარეშე რომ მოსახლეობას ჩვენ ველაპარაკოთ, მე დარწმუნებული ვარ, იქ არ დარჩება არც იქ 90% თქვა ბატონ გიორგისგან, იქ არ დარჩება არც ერთი ადამიანი, რომელიც ამას თქვა წინააღმდეგობას გაუწევს. ზოგადად ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის ასპექტით ჩვენ რა თქმა უნდა მივმართეთ ანალიტიკოსებსაც. საინტერესოა მათი პოზიცია. ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ენერგეტიკული სექტორის განვითარება. ამ სექტორის განვითარების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღება, იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საწარმოებისათვის, ფაბრიკა-ქარხნებისათვის, რომლებიც მოქმედებენ და ფუნქციონირებენ ელექტროენერგიით მიღებასთან და მომარაგებასთან. შესაბამისად, ეს ორი ფაქტორი, ანუ ეკონომიკა, ბიზნესი, პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიის, ვთქვათ, უწყვეტ მომარაგებასთან. შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე ეტაპზე რეალურად ვიმყოფებით არჩევანის წინაშე, რა უფრო მნიშვნელოვანი არის განვითარება თუ განუვითარებლობა, რასაც ხა მომდინარე პროცესებში ვხედავთ, ხო? ეს თქვათ კონფლიქტი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბანკისში, ცხადია ძალიან სამწუხაროა, როდესაც მოსახლეობა ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს, მაშინ როდესაც აქ შეიძლება ხელისუფლების ნაკლისს ვაღიაროთ, ნაკლები კომუნიკაციის მიმართულებით. შესაძლებელი იყო, რომ თავდაპირველად მომხდარიყო უშუალოდ უფრო მეტი, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ასეთი სიტუაციის ამგვარი ესკალაცია არ მიგვეღო და აგვეცილებინა თავიდან ეს ნეგატივი, მაგრამ პრაქტიკულად ის ჰესი, რომელიც შენდება ამ ვთქვათ ხეობაში არის ერთ-ერთი ყველაზე უნებელი გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, არსებობს ამაზე შესაბამისი დასკვნები, როგორც თავად ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ეს არ იქნება დიდი მოცულობის, მაგრამ ის რეალურად არის 5.4 მეგავატი დადგმული სიმძლავრის, ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგური. მთლიანობაში ხელისუფლების პრიორიტეტი არის, რომ ამგვარი ჰესების მშენებლობით ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ ის სიმძლავრე, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით, ასე ვთქვათ, იმპორტდამოკიდებული. და ბოლოს პოზიტივის ანალიტიკის ბიზნეს რედაქცია, რა თქმა უნდა, განაგრძობს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის კვალდაკვალ სიარულს და რა თქმა უნდა, საინტერესო აქცენტებს ახლო მომავალშიც შემოგთავაზებთ.